გამარჯობა მეგობრებო. თქვენ უყურებთ ყველაზე ეროვნულ მედია პროექტს, რომელიც YouTube-ზე იმართება და ეს გახლავთ უსამართლო კვიზი. ბრავო. ძლივს არ მოხდი, ანკეტებს ვავსებდი დღე და ღამე და ძლივს მოხდი ამ გადაცემაში. ყვარელ ლეიქ რეზორტში ვიმყოფებით, მესამე წელია მე აქ ვისვენებ ძირითადად. საერთოდ გადმოსვლას ვაპირებ, რომ აქედან ვაკეთო კონტენტი, იმდენად მომწონ საქაურობა. ძალიან ლამაზია ამ ფონზე ამ ხედზე და იმედია ეს ადამიანები ეცდებიან რომ გაალამაზონ დღევანდელი საღამო და საშინელი პასუხები არ დაგვიწერო. ვიზუალს შეხედეთ რა მაგ საერთოდ არც კი იტყოდ რა ლამაზად ასვია სპეციალურად გამოეწყოთ თქვენ. მე გულიმწყდა რომ მაყურებელი თქვენ ქვემოთ აგაცვეთ იმას ვერ ხედავს. ავუხსნით. ჩემ ვიდეოში. მე ამ კონტენტში მეორედ ვარ. ჰიტარი მეორე სხვადასხვა ამ კონტენტში დანარჩენი პირველად ხართ ყველა. კი, პირველად. მე არ ვარ ნაყოფი. ჩვენი კონტენტის წარდგენი გახლავთ ბეწონ სპორტი და უბრმესი მადლობა რა თქმა უნდა მათ. დღევანდელ ეპიზოდში გვექნება 4 კატეგორია, შესაბამისად 16 კითხვა. სწორი პასუხი შემთხვევაში დაგეწერებათ ქულა, არასწორი პასუხი თუ იქნება ორიგინალური, მაშინ 2 ქულას მიიღებთ ამ ორიგინალური პასუხის გამო და წახალისდება ასე. ტატოს არ მოეწონა, იმიტომ ტატოს სწორი პასუხების იმედი ქონდა. ორიგინალურის ვიჭერს. მე სწორი პასუხების პასაჟირი ვარ. კი ბატონო, ცოტა ის მაქვს ხო პრობლემები მაქვს მაგასთან დაკავშირებით. დღევანდელი საპრიზო ფონდი კი შეადგენს 500 ლარს გამარჯვებულს გადაეცემა 500 ლარით. ხოლო სად ჩაერიცხება? ამას ვიდეოს შუაში გეტყვით. გამოვიწერეთ არხი და ჩვენ კიდე დავიწყოთ. 4 კატეგორია, ჩამოგეცვით კატეგორიებს. პირველი ეს არის პასუხი დასწრებაზე. ანუ აქ წერა არ მოგიწევთ. ქართული YouTube. ვაუ, ეს უკვე მომეწონა ბატონო წამყვანი. ჩემი თემა არის. აბსოლუტ სინემა, აბსოლუტ სინემა. ეს უკვე რაბანას თემა არის. მეოთხე კატეგორია არის შენ ეს არ უნდა გწოდნოდა. მოდი რაბან, რადგან ბევრს ლაპარაკობ, შენ აირჩე კატეგორია პირველი. ჭეკლას ავიჩე. ქართველი იუთუბერი არჩია. იუთუბერი. იუთუბერი? რომელ ქართულ იუთუბერს აირჩევდით? აი ძალიან მაინტერესებს. რაში გაჩნია? არა, ქართული იუთუბერი აირჩიეთ. ქართული იუთუბერი აირჩიეთ თქვენ, ხო? რომელი? მე ანუ თემა რა იყო ერთ-ერთი ბატონო? თემა იყო ქართული YouTube. ქართული YouTube-ს თქვენ ავიჩე. იუთუბერი თუ გქონთ იუთუბერი? არა, YouTube-ს ავიჩე, მაპატიე ჩემი შავა მართლა. რომელი 4 კითხვა, რომელი კითხვა გნება? შუალა. აი გამოიცნო რომელია შუალათითი. მეგობრებო, ყურადღება შეკითხვა. რუსთავი 2-ის პროექტ გააცინე და მოიგეში. რა ხუმრობით მოიგო ვახო ბოლოთაშვილმა 1000 ლარი? აი ბოლო ხუმრობა რითაც მოიგო, აი ვახო 1000 ლარი, რა ხუმრობა იყო ეს? კარჩე, ვახო ბოლოთაშვილი მსუქანი მაგ დროს ბევრად სლოყებზეთ და რაღაცას ერთი შუტკა მახსოვს. ხმამაღლა ფიქრობ თქვენო დაწეროთ. გაახსნა გამარტება მერე. მოდი თქვენგან დავიწყოთ, რადგან თქვენ არჩეთ კატეგორია შალო ნათელაშვილზე საბოლოოდ მისი პარტიის წევრი გახდა ბატონი ბოლოთაშვილი. როგორც ჩემთან არის ეგ ინფორმაცია მოსული სანდო წყაროებიდან. ბატონი დავითი რას ფიქრობს? მე ესეთი ხუმრობა გამახსენდა. ბებია ჩემი ისეთი მოგუნდულია რომ გადავაგდეთ დაატრიალდა და უკანა მოbrunდა მე 6 საათიდან გადავარდა პირველამდე ჩავდა და მე უკანა. ვახო ბოლოთაშვილი ამდენად დაბიო იმორის გონიათ რომ ამით მოიგებდა 1000 ლარს. მაგით მოიგო ვიღაცა სხვა 500 ლარს შუტკა მოკუნტული და ბუმერანგს გავს და უკანა. პასტო გისმენთ. ქალბატონო ბოზო. ეს არის მე როგორც მახსოვს. ქალბატონო ბოზო. დიახ. მე ერთ-ერთ ხუმრობა ვიცი მაგ გადაცემიდან და ეს არის ქართულის მოცეკვავე სელაპი. სხვა მე არაფერი არ ვიცი. ეგ ქართული იყო, მაგარაც გააკეთა. ტირირამ, ტირამ, ტირირამ. ბასტო ფანტასტოს აქვს პირველი სწორი პასუხი და ქულა აიღო მან. გიორგი მოსიძე ბორდილში. გიორგი მოსიძე ბოზთან არის. ბატონო ბოზო. ამით დახოცა ხალხის სიცილით. რა შეეხება თქვენ პასუხებს? რადგან ტატოს პასუხს მოყვა ხორხოც და სიცილი და გაგვეცინა, ტატოს დაუწეროთ 2 ქულა. ნახე, ნეპოტიზმი, ნახე ბიჭო, ნეპოტიზმი. ბასტო აირჩე კატეგორია, რადგან სწორად გეწერა. მე გავაგრძელებ იმავე კატეგორიას. ქართული YouTube? არა. ჩვენ ეს არ უნდა გწოდნოდა პირველი კითხვა მინდა მე. შენ ეს არ უნდა გწოდნოდა. ქართული YouTube იყო და ყურადღება შეკითხვა. წერთ ხო ამასაც? კი ბატონო. კოსმოსურ მოგზაურს ამერიკაში უწოდებენ ასტრონავტს. რუსეთში კოსმონავტს. ჩინეთში კი
აუ, მაგარი უმსგავსო კითხვა. არ ვიცი, ვერ არ მაქვს ვერსია. არ გაქვს ვერსია საერთოდ? დავიწყოთ? რაბა, ვერსია გაქვს. პატარკუტუნავტი. პატარკუტუნავტი. ბასტო, შენ ამანახში რა გიწერია? პატარა კუტუები აქვთ ეს მიწერია. ანუ, შეხედე ამერიკაში ასტრონავტს ეძახიან, რუსეთში კოსმონავტს, ჩინეთში კი პატარა კუტუები აქვთ, ესეთი? ამან გამიხსა. ბატონ დავით. იქ თქვენ იხსნათ ეს. თქო გაიმეორეთ კითხვის ჟანრი. შენ ეს არ უნდა გწოდნო და. ეს კითხვა მკიდია. აუ, ეხა მიწის ზურა მოხდება. მე ვაპირებდი რომ დამეწერა ეგრე ყლები არიან თქო შეიძლება? ბატონო წამყვანო, აურა მაინც რომ მოემატოს თუ. ჰიტამ დაწერა მკიდიო, მაგრამ ტატოში წე კიდე არც დაწერა. აი, დავშინ. ანუ, ეხა ორი ქულა პროსტა არ როგორ არ არის? მომცე ორი ქულა შეჩემა შეკო არა. ტლიკინის garaში ორი ქულა რაბანას გადაეცემა, იმის გამო რომ მან დაწერა ბასტოს რა პასუხიც ეწერა, ოღონდ უკეთესად. არა, იმან დაწერა მოაკუნჭყვანტუნა და მე იმენა გავაგრძელე. მათ კი პატარა კუტუები აქვთ ხო? აი მან პატარა კუტო ბევრს თუ ტლიკინებს იმ ერთ ქულასაც დაკარგავთ, რაც გაქვთ. ბრავო, რაბან. მე გამეცინა და ავიცი ხა. სწორი პასუხი იყო ტაიკონავტი. აიკონავტი. ტაიკონავტი. მე გონი რომ ჩემი პასუხი ჯობდა ბატონო წამყვანო რა და თქმა უნდა. პატარკუტუნავტი ნამდვილად რომ ჯობია. ამიტომაც მიიღეთ ორი ქულა. ჰომოფობია შეიცავს. რაბან, შემდეგ კატეგორია ვრჩევთ. იცით რა არის, მე ძალიან მწყის რომ ჩემ ხიტას არ დაუფასდა ის პასუხი და YouTube-ს ავირჩევ ისევ რომ ამ ადამიანს მიეცე საშუალება რომ თავისთავად გამოიჩინოს. ქართული YouTube. თორნიკი ანდრიაძის საავტორო შოუში რჩეული. როგორ მოიხსენია ცოტნე TikToker-მა ელსიმ. ხო, ეგ ზუსტად. მაგას დღესაც მაგას ვეძახი. ცოტნე მოიხსენია ამ გადაცემაში ასე. ტატო, მე? ცოტნე. მიყვარხარ ძალიან, ხო იცით? ეს ჩემი აზრი არა, ეს ელსიმი რაც დაგიძახა ის არის. ჩემი არა. სკელო ლოთო. ბასტო. ნაბოზარი ბეჰემოტი. არისო ეგრე? ჰიტა. Super cool hippo. სხვათა შორის მინდოდა ბეგემოტის დაწერა მინდოდა ძალიან აღვირახსნილად სულ ბრუნვებში, თუმცა თავი შევიკავი ვარჩიე ცოტნესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობის გაგრძელება და ცო უსაყვარლესო ლოტო. ლოთო. ერთხაზე. უსაყვარლესო ყვერო. სწორი პასუხი ნაბოზარი ბეგემოტი. მართლა? ნაბოზარი ბეჰემოტი მოვიშალე. ანუ ამათ იცი, ან შეჩემა ეგა ხავ. მე თუ ნანახი მაქვს უეჭველი. ხომა შენ ვიცი 67-ში ვინ გაიტანა, ჩვენც ვიცი ერთი რაღაცა. ეს 67-ში ვინ გაიტანა? ერთი ხო უეჭველი ვინ გაიტანა გადამილი. კაი, ქულა ბასტოს. ორ ქულას არ ემსახურებ და სკელო ლოთო არა? კი, მე უფრო მეტად დაუწერდი. ძალიან სამწუხარო გასაგებია ეს ხალხი რატო გადავიდა სხვა არხზე. ამ ხურობაზე მე ვერ გავიცინე ბოდიშით. ცოტნე ერთი 100 ლიტრი ბენზინი. სხვა შორის ჩვენი სპონსორი სოკარი და დღეს გათამაშდება 100 ლიტრის საწვავი ნანო პრემიუმი. 100 ლიტრის საწვავი გათამაშდება. მე რა პრავა სოკარს მადლობა რომ მათი ნანო პრემიუმი ჩავასხით და ჩამოვაღწიეთ აქამდე ყვარელამდე და დღეს გავათამაშებთ კიდევაც. შენ უიხარია, ჩემი მანქანა უფრო მეტყობს. მე თუ მოვიგე რა ბანავში. კაი, ამ რაუნდში მოდი. აი კაცი. ამ რაუნდში კარგი პასუხები იყო, მაგრამ ორ ქულას არ დავწერ საერთოდ. ჩემი ძმა ხარ აბა. მოდი ბასტომ არჩევს კვლავ კატეგორია. ეს YouTube ვიცი როგორც გაიგეთ, ორივეზე სწორი პასუხი მქონდა. მაგრამ მოდი სხვას ავარჩევინებ YouTube-ს და ისევ დაუბრუნდებით თქვენ ეს არ უნდა გცოდნოდათ, იმიტომ რომ ჩემთვის თქვენ ეს არ უნდა გცოდნოდათ. ყველაზე უსამართლო რამ არის, რაც კი მან სუფევს. და ეს თქვენ არ უნდა გცოდნოთ და მეოთხე კითხვა მინდა. და სოკარის კითხვა მოვიდა მართლაც ეს საინტერესოდ. კაცმა. ჭვეტ. კარგით. ჩვენი სპონსორი სოკარი ამ შეკითხვაზე სწორი პასუხის ავტორს, პროსტად ყველაზე მეტი ლაიქის მქონე ადამიანს გადაეცემა ჩვენ კომენტში დაიდება ეს პასუხი და რომელსაც ყველაზე მეტი ლაიქი იქნება, მას გადაეცემა 100 ლიტრი ნანო პრემიუმი. მე დამალაიქეთ, მე პრავა არ მაქვს, მაინც უნდა გავაჩუქო და მე კიდე ჩემი არხზე გადავიტან და ჩემ არხზე 3-ში გავათამაშოთ, მე ლაიქებ. რაბანას როგორც ვთქვი, ბომბარდირო კროკოდილოს ტრენდი მოწონს ძალიან. არა. არ არის საჭირო. ტრალალელო ტრალალა. ძველი ხინჯების გახსენება. ბასტო სწორია, ტრალალელო ტრალალა უნდა დახატოთ 4-ვემ. და რომელ ნახატსაც უფრო მეტი ლაიქი ექნება, იმას გადაეცემა საწვავი 100 ლიტრი ნანო პრემიუმი. ხატო არ ვიცი ჩემი ხატო.
რა ტესლი მეგდაცმელები. თქვენ დატოსი მომწონს. გასტო, ნუ აფასებ შენ შეფასებელი ეყოლება მაგას. კარგით. რაბან, მზად ვართ? მო ტატომ დაიწყოს. ტატომ დაიწყოს. აბა ერთხელ ცადეთ რომ ჩემით არ დაიწყოთ. ტატომ დაიწყოს. კი ბატონო, მადლობა. ტატო. ზვიადი. ზვიადი ქვია ამას? ორი ფეხი ანუ 4 ფეხა. 4 ფეხიანი არა, ტრალალა? არ ვიცი. სამფეხიანია. შენთან სამიანია? ბატონო ბასტო. ბასტოს სამი ფეხია გვაქვს. ნამდვილი ტრალალა არის. სამფეხიანი? სწორი პასუხია. სამი ფეხია ტრალალას? დიახ. ეს ბანანია თუ ტრალალაში თავარი არის Nike-ის ბოტასები ან Adidas-ის. ამ შემთხვევაში ეს ჩემსაც Nike-ის Nike-ია ცვია, აი Nike-ები აცვია ჩემსაც. არც ერთ მაგეთ Nike-ის ლოგოს დახატვა ეგეთი შტაბეჭლება შემჭა. არ არის აუცილებლად. ნაზუქები აცვია ხიტას. ნაზუქები აცვია ხიტას იმას. ეს საათი არის რომელიღაცა საათი 9 საათია. კარგით, ესა რაბანასი ვნახოთ. ეს არის ჩემი ნახატი. თვითონ ტრალალა მოგიხსენებათ ლურჯი შეფერილობის იყო. უბრალოდ კონტურები წითელ ფერში ავარჩიე, რატომღაც არ ვიცი მომწონს წითელი ფერი. ფეხსაცმელებიც მათ შორის ლურჯი ეცვა სხვათა შორის Nike-ის ბრენდის გაფორმების და სადაც ახსნაშიც კი მიწერე რომ Nike-ის ფეხსაცმელებია. და ბოლოს რა თქმა უნდა გენიალური ნახატის ავტორი ნრ რომ არ მოიპარონ და პლაგიატებმა არ წაიღონ ეს ნახატი. მადლობა. აქ ვინც აარჩევთ ჩემი ნახატის გარდა რომელიმე სხვა ნახატს სახში რაც კიკიდიათ ყველა ესეთები ნახატები ყოფილიყოს. სურათები დაიდება ჯგუფში და მაყურებელი გამოავლენს ვის გადაეცემა 100 ლიტრიანი პრემიუმი, მაგრამ მე ქულა ხალხო ზააგთოთ მე. მე ქულა ვის დაუწერო, არ ვიცი, ვერ ხვდები მართლა, იმიტომ რომ 4-ვე ძალიან ყობა იყო. ბატონო წამყვანი. უბრალოდ ბასტოს, ნახე, ბასტოს ახსოვდა მარტო რომ სამი ფეხი ქონდა. მოდი ბასტოს დაუწეროთ ქულა. მე არ გადავირე. დანუკა მიყვარხარ შენთვის ეს ყველაფერი. ვერ გადავირე მის ვიგენზე, რომ სამი ფეხი რო ქონდა, არც ერთს არ ქონია სამი ფეხი. მოდი ხიტას ავარჩევინოთ კატეგორია. აბსოლუტ კინოთეატრი. აბსოლუტ კინოთეატრის რომელი კითხვა გნებავთ? მეოთხე. მეოთხე. უძინართა მზეში რას ეუბნება დათო მამამის, როდესაც გაიგებს რომ არისტოტელე მოკვდა? აგე ნახე დათო. აბა თქვენ გაგამკეთოთ. აი ასე ეუბნება. არისტოტელე მოკვდა ბიჭო. და დათო რას ეუბნება? წად ვართ? ბატონ დავით. ეხლა წადრო იქნებით ამოგვიტრელეთ პირდაპირ. შეჩემა მაგას წერდი უსტიდი შოვიყო. მაგას წერდი. სამაგიეროდ პელია ცოცხალი. ამას წერდი შეჩემა. ხო მართალია დატო. ეს არის მართლა ეს ფრაზა, ბიჭო. ამას წერდი უსტიდი შოვიყო. მაგას წერდი. დათო რა დაწერე? არისტოტელე თორემ ეგეც პლატონი არ მყავდეს რა. მე ეგეც ვფიქრობდი რომ არისტოტელე ეგეც ეხა ის არ იყოს თქო. რაბან, შენ რა გიწერია? კაროჩე გატრაგება თავიდანები და თუ გინდა ხვალე მოდი და იმიშო. ესე დავწერე რომ არისტოტელეტო. ესეთი აი, ეს პატარატინარის ბელეტო. საინტერესოა. სწორი პასუხი არის კი არა, ის ნამდვილი არისტოტელე მოკვდა. ხო. რაბანას იყო ძალიან კარგი. აუ, პელე რო იყო ცოცხალი. პელე იყო ცოცხალი, ეს შენ და ტატო შეგიძლიათ კატერით გაისაიმოთ და ერთმანეთს გაუზიოთ რა კარგი იდეა მოგდით ორივეს ერთნაირად. და მან ნახე ორი ქულა რაბანა. აბა რა, მოი. ამან ერთი მოიგო. ბიჭო, ორიგინალური უნდა იყოს. შემდეგზე დავწერ O-ს. მეგობრებო, ჩვენი რეიტინგი ასე გამოიყურება, 160 IQ-იან ადამიანს აქვს 0 ქულა ჩვენ გადაცემაში, იმიტომ რომ ჩვენ ვამხელთ ყველას ვინ არის. ტატოს აქვს 2 ქულა. ბასტო არის ძალიან კარგი მოწაფე და ჯერჯერობით ძალიან კარგად მიწევს 3 ქულა და რაბანაც ცეცხლზე თამაშობ, მაგრამ 4 ქულა აქვს. იმიტომ რომ ყველაფერი უმძღავსობა თავის ტყუპის თავს დააბრალა. მეგობრებო, მინდა რომ გაგახაროთ. ამიერიდან ჩვენი სპონსორი და კარი ამოვარდა, ნახე აი ისეთი. მე არ მომძულე. ჩვენი სპონსორი, მეგობრებო, ოქტოპოსის სპონსორი გახდა TBC ბანკი. აბარა. ეს არის დიდი გამარჯვება YouTube-ის, რომ ესეთი კომპანიები შემოდიან და ოქტოპოს არ მოკლებოდეს ესეთი კარგი სპონსორები. გაიხარეთ. აბა, შენ წლები შეგიძლიათ გადმოაგდოთ ხოლმე აქეთაც რაღაცას რომ ეს იქვე ვიქნები. მაგიდის ქვეშ. TBC-სთან ერთად გვაქვს ძალიან ბევრი იდეა, როგორ გავაკეთოთ კონტენტი და ასე შემდეგ. ძალიან მოგიწევთ ხოლმე ის. მართლა ძალიან სასიამოვნო ფაქტია. და ასევე გეტყვით იმას, რომ TBC-ს
TBC-ს ბევრი საინტერესო პროდუქტი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის ბარათი, რომელიც არის აბსოლუტურად უფასო, აქვს უამრავი ბენეფიტი. მაგალითად, თანხის დაგროვება შეგიძლიათ, რომელი ტერმინით არ უნდა გადაიხადოთ, მაინც გიგროვდებათ თანხა. ნებისმიერი ბანკომატიდან 2000 ლარამდე თანხა შეგიძლიათ ისე გამოიტანოთ, რომ არანაირი საკომისიო არ გადაიხადოთ. ასევე თბილისში 5 კომუნალური გადახდა არის უფასო, ანუ ასევე არის საკომისიოს გარეშე. და ამ ბარათის აღება შეგიძლიათ ძალიან მარტივად, აი 30 წამში დაახლოებით TBC Mobile Bank-იდან. ასე რომ, მადლობა TBC Bank-ს და, რა ვიცი, ამ ბარათზე შეიძლება იმის თქმა, რომ არანაირი მიზეზი არ არსებობს, რატო არ უნდა გქონდეს ეს ბარათი, იმიტომ რომ არის უფასო, არის მოკლე, საჭმელს გთხოვს თუ რას? სხვათა შორის ამ ბარათზე გადმოგერიცხება თქვენის მოგებულის თანხა 500 ლარი. 500 ლარი? 500 ლარი დაგიჟდებათ. რაბან, აირჩია კატეგორია. კატეგორია აირჩია. ბატონო წაყვან, მოდი YouTube დასწრებაზე არ ყოფილა და ხო არ დაწერის რა თქმა უნდა. დასწრებაზე იყო. იყოს. დავაი. ნორვეგიის ქალაქ ლონგირში, სად? ლონგირში. ლონირი? კუდრების დასაფლავება კანონით არის აკრძალული. რატო? დიახ, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის არქტიკასთან და თოვლიდევს მუდამ და შეუძლებელია მიწაში თოვლიან მიწაში რომ დაასაფლავო. ანუ ვერ ამოთხრიან რომ ჩადო. ანუ არ კუდრის სხეული არ აკვი ამას არ იხსნება. და მე რა ვარიხსნება. მე ის რომ სულ უნდა იყოს და არ შეიძლება. რატომ? ანუ მიზეზი უნდა დაწვან. ხო, უნდა დაწვან. არა. არ იხსნება არის სწორი პასუხია. ხო? ხო, მაგრამ რატო აი იმიტომ ცივა. არა, რა პრობლემას წარმოადგენს ის რომ არ იხსნება? რა პრობლემას წარმოადგენს? ანუ არის რა გვამი არის იმაში აქვია. რა ვიცი, არხეიდან ადგილი აღარ არის, იმიტომ რომ მიწაში ადგილი აღარ არის? არა, ნახე. აი წელწად, ეხა, ვაი, არ იხსნება ხო? არა, უნდა დამისაბუთოთ. რატო არ იხსნება? ცივა და იმიტომ. არა, არ იხსნება, მაგრამ მაგიტო კი არა, მაგიტო კი არა რომ არ იხსნება. რაღაცა არის კიდე. არ გაქვთ ვერსია? იმიტომ რომ მორალურად ეხა რა წესია ადამიანი არის. არ არის ეს სწორი პასუხი. რაბანამ დაარტყა, გისმენთ? კრემაციას არ უკეთებენ? წასულების იყოს ბიჭო. ბასტოს კონდა შემდეგი პასუხისუფლება. ყროლდებიან. არა, ბიჭო, თუ არ იხსნება, რა დაყროლდება. ორი პასუხი მაქვს, ერთი სერიოზული და ერთი არასერიოზული. აი, ერთი არჩია, ხო, ორივე არ უპასუხო. ერთი პასუხი მინდა. ერთში ჩავატებ მაშინ. გისმენთ? პირველი ორი ქულა ჩემი. მტრევი რომ ჩადონ მიწაში, მე ქართველი იუთუბერები რომ ჩავლენ, ვეღარ იპოვნიან და ვეღარ გადაიღებენ ფოტოებს და ვიდეოებს მათთან ერთად. ეს ორქულიანი პასუხია. ეს ნამდვილად ორქულიანი პასუხია. მე ვერ ვიდი ამ პასუხს. რომელი იუთუბერი იგულისხმეთ, უბრალოდ რომ დავაკონკრეტო, რომ ეს ქულა აი მართლა გულწრფელად დაგიწეროთ. ვიგულისხმე გიგი და გიორგი ჯობავა. დიდი მადლობა, ორი ქულა მაშინ ამ გულწრფელობის. რო დამარხავენ ზაფხულში მერე თოვლი რო გადნება. ზაფხულში თოვლი რო გადნება. შემდეგი. ნეკროფილიის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულები. ნამდვილად პასუხია ძალიან. ბიჭო, ნეკროფილების ხო? ერთ ამაზრზენი პასუხი იყო. 1950 წლის მერე მეგობრებო, აიგრძალა, დამარხვა იქ ადამიანების. მიზეზი კი იყო ის, რომ ისე ცივა, რომ ადამიანი ინარჩუნებს თავის თავდაპირველ ფორმას, მაგრამ აღმოაჩინეს ერთ-ერთ გარდაცვლილს, რომ ქონდა ესპანური გრიპი. ესპანკა. ჯერ კიდე არ იყო ორგანიზმის ვირუსი ცოცხალი იყო. ასე რომ ვირუსის გავრცელების და პრევენციის მიზნით აი რა ვთქვი, პრევენცია არ შობიან მაგას. წვავენ. ასე რომ რო არ იხსნება ეგ სწორი იყო, მაგრამ არავის არც ერთ მოწაფეს არ ქონდა. ნახევარ ქულა მეც არ მეკუთვნის მის გაწევა. არაფერ გეკუთვნის. ერთი ქულა არ მეკუთვნის? არა. რო გეკუთვნით, ხო დაგიწერდით. ხო დაგიწერდით, რო გეკუთვნით. ანუ შენ მეუბნები რომ რაღაც გეკუთვნის და არ გიწერ? უსამართლო კვიზია. არა, თქვენ ხომ არ გამოგჩათ მაგის თქმა თქო? უსამართლო. არ მე ხო არ გამომრჩა ყურში თქო რო თქვი. უსამართლო ხო არ იქნება ნახევარ ქულა არ დამეწერა. ხო და შეიძლება მე გამომრჩა უსამართლო? უკვე დავაქამდეთ. ძალიან სამართლო. რა, მაგ თუ სამართლიანი იქნება რატო არ მიწერ ნახევარ ქულას ვერა. ტლიკინის გამო ბასტოს და ტატოს ბასტო ჩუმად იყო თო. -1 ქულა ორივეს. დამშვიდდეთ და წყნარად ჰიტას დაუთმოთ კატეგორიის არჩევის უფლება. იგივე კატეგორია. დასწრებაზე. დიახ, გაგისწორდეთ. მეგობრებო, საინტერესო ჩელენჯი მოვიდა. ჯოდასენის სიმღერა ბატონო ვახტანგ თქვენ გეცოდინებათ ახალგაზრდები არიან, არ ვიცი რამდენი იცი. სალუტ. ხო, სალუტ. სალუტ. არა, ეგრე. ვინც ყველაზე კარგად დაუსტვენს ამ სტვენის პარტიას, მას გადაეცემა ქულა. სტვენის პარტიას?
სიმღერაში ტვენის პარტიაა კიდე? როგორც იწყება რა, და, ხო იცი? მაგას თუ კარგად. შენ რატო იწყებს? შენ. აიცა? მოიგო ჩემი. ბასტას ჯერია. ჩემი ძმა აკოპიერებს. ვარა მომდომებული სტენა იყო. ერთი ნოტი შეეშალა. ერთი ნოტი კი არ შემეშალა ბიჭო, ხმა მაგლა მაინც უარ შენ ფიფ საკეთებდი მე პროსტა კამერას გავაგებინე. მორჩა? ორი კულა უნდა, ნახე. ორი კულა. აი იმისთვის, რომ ეს პროფესიონალი უნდა ორი კულა. მინუს კულა უნდა დაუწევს. გასაკეთებს ხვდები? შიტერობა ეს. ჩემი ე იყო. შიტერობა რა არის რომ გავგვიმარტოთ? ჩეტერობა, მოდი. შიტერობა. რაბან, აბა შენ იცი. შენი იმედი მაქვს. შტვენა ერთადერთი მდგომარეობაში ვიცი, აი ესე, აი. აი ამას ვერ რაბან, შენ პასუხებიც არ იცოდი, მაგრამ რაღაცებს ხო წერდი. ავიტორპლე ბატონო წამყვან. ეს ორიგინალური იყო. თრალის დასტენილს გავ. ორიგინალური. სველი მაგთითები. აი ხა ისე კარგად დავუკარი რომ მოდი ესე მოვიქცეთ რა, ანუ ესე მოვიქცეთ. აი ნუ შენ შეგეშალა, შენ ერთი წამი რა ხდება, ვერ გავიგე. იქ რა ხდება ჩი. ეს მინუსკულები რაც დაუწერეთ, ბიჭებმა აღიდგინონ, მოდი, იმიტომ რომ ძალიან კარგად შეასრულეს. ხელ ჩავარ. მე მგონია გაეცინებოდათ მაინც, მაგრამ ესენი რა შიტა ძალიან კარგი იყავი. ძალიან კარგი იყავი, მაგრამ ორქულას ვერ დავწერ ესე პატარა ეტი. რაც შეეხება რაბანას, რაბან, ეხლა დაგიწეროთ ძალიან დავიწვევით და მე დაგიწერე. შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ, მოდი. რაბანამ აირჩიოს, მოდი შემდეგი შეკითხვა. ქართული YouTube-ს დარჩა ერთი კითხვა, ხო? კი ბატონო. ამოვწუროთ ბატონო. კი ბატონო. რა ერქვა ლუკა კალატოზის გადაცემას მეორე არხზე? ანუ ტელესკოლაზე, მე ტელესკოლა ქვია მაგ არხზე მგონია ხა, ხო? სადაც ირხება ცოდნის აკვანი. სად ვართ? რაბან დაიწყე. დილის გამახნევებელი ხარშვა. დილის გამახნევებელი ხარშვა? დიახ. მანაგუას ხარშავდნენ? დილის გამახნეველი ხარშვა? დიახ ბატონო წავ. ლუკას მოხარშულია კი. მე ამ კითხვაზე ვიქნები 100% სერიოზული. გისმენთ. სწორი პასუხია ზორო. ზ თაობა. და შემიძლია ახსნა კიდევაც როგორ გადაერქვა. არავის არ უკითხავს რო თაუმი დაიწყო. არა, რა თქმა უნდა, მე ვაპირებდი, ამან იცის, მე არ ვიცოდი. მართლა ვაპირებდი. რო თაუმი. არ გვაინტერესებს. არა, იტაჩუ. არ გვაინტერესებს. ხე ხო მიკითხე. არა, მივიღე პასუხი. არა. ანეცე ლაპარაკი. ზითაობა. მე Generation Z დავწერე, იმიტომ რომ არ ვიცოდი ზუსტად, მაგრამ სახელი გადაერქვა ალბათ ომი რო დაიწყო მაგითო. და თაობა დარჩა ხო პროსტა? ანუ ზ მოშორდა. ზს მოშორდა. ჯერ დედასპეციალად თაობა მეწერა და მე ზ მივაწერე. არა, არ გვაინტერესებს. მე ნახე, ხიტა მიცოდა, მე არ ვიცოდი, მე ვარაუდე ომის გამო. ზეტი მაქსოვდა რა. ნახე, მე გადაცემის სახელიც არ ვიცოდი, ბიჭო. მას მე არ ვიცოდი, ბიჭო. არა, მე გადაცემის სახელიც არ ვიცოდი, რომ ვარაუდე რომ გადაცემაში ზის ალბათ იასნა. ზის მოაშორებდნენ. ხო და მე ზ მერე მივაწერე და ეს მაქს ეს მეწერა და ზ პროსტა მივაწერე. თუ ჩავიგდებთ ხმას, შეიძლება? მეგობრებო რა. აბა, თქვენ როგორ ფიქრობთ, გეკუთვნით ფულა ამ რა? მე მეკუთვნის. მე მეკუთვნის მე ხომ მეკუთვნის. იმის გამო რომ ზუზე ვივარაუდე რომ გააუქმებდნენ ზის მოაშორებდნენ ომის გამო, მაგიტომ მეკუთვნის ერთი კულა მაინც. ხო, Generation Z Generation Z დავწერე, იმიტომ რომ თქვენ არ გეცოდინებათ ეხლა ეს პელევინის Generation P მე არ მეწოდინება, კარგად გძებოდით. ბასტო, აბა იცი მე იცი ვიქტორ პელევინის Generation P. ფულ არ გეკუთვნით. არ გეკუთვნით. -1 კულა, ძალიან გთხოვთ. კიდევ ერთი -1 კულა დავუწევოთ ტატოს. ანუ ისევ ერთ კულას ვარ? ტატოს დაშვიდი რა, დაკარგავ ეგრე კულებს. მე ჩემსაც 500 ლარი ნელ-ნელა ძალიან შორდება. 500 ლარს მე მეგობრებო, მე გუწფელი ვარ ასე. ბასტოს პასუხი სწორი, ჰიტას პასუხი სწორი. მაგრამ რაბანამ რა პასუხი დაწერა, ბიჭო. ორქულიანი ჩემი. შუადლის ხარშვა. ნამდვილად ორქულას იმსახურებს. დილის ხარშვა წერა. შემდეგ კატეგორიას აირჩევს რაბანა, ისევ პასუხებს წერს ბიჭო კაცი. აროჩი, არ ვიცი რა, მართლა. მალა ბიჭო მომზადებულები როგორ YouTube-ზე არ არის რა.
აბსოლუტ კინემატოგრაფია ბატონო წამყვანო. მე რამდენი? პირველი იყოს. სერიალ სამეფო კარის თამაშებში აი, ზუსტად ვიცი. რა ერქვა ჯონ სნოუს მგელს? Oh my god. მზად ვართ? ტატო, დაბა მიდი. ბიჭო, ხო თეთრი იყო. თეთრი იყო ხო, მაგრამ არ ოჩი. თოვლის გუნდიშა. თოვლის გუნდიშა ერქვა ჯონ სნოუს ზაღალს. დიახ. კარგით, ბასტო. თოვლის გუნდა ძალიან ბანალური იქნებოდა, მაგით. ოკეი. ვოლკი? ჰიტა? აიცა ერთი წამით მოტრიალე. ჯეკა. ვოლკი. რაბან, აბა რა გიკარნახე? შავი მახსოვდა რა. შავია? არ არის შავი, თეთრი იყო. მუნ თვარე. ბატონო წაყვანო, მე მგონი რომ მხოლოდ ჩემს პასუხებზე გეცინებათ და მე მგონი რაღაცას იძახის. მე თქვენ არ ლაპარაკობთ, მაშინ მეცინებათ თქვენ რო გიყურებთ. არის ის? რაც შეეხება თვითონ სიტუაციას, ორი პასუხი არის მოჩვენება, გოსტი. აუ, აი ეგეთი რაღაცა იმუთვა. რაც შეეხება ორიგინალს, თოვლის გუნდიშა ძალიან კარგი პასუხია და -1 რო დაუწეროთ ის. ჯეკას ჯობია. ორი ქულა დამიწერე. ორი ქულა ტატოს. -1 ქულა ტატოს. ბატონო წაყვანო, იცით რისი ბრალია? რისი? ლაქშერული ცხოვრება გდეს 500 ლარი, არაფერს არ უწყვიტავს, ხვდებით? ეს უნდა დაგებათ. არ გეჭმიათ, არ გესმიათ და ნახავთ რასაც იზავდა. ნახავთ და წინა აგე. მოგებული აქვს რამე თუ სადმე არის ყველაფერი და კიდია რა. რატო? დიახ, ჩემი ამაკე რა ირჩია? კატეგორია. აბსოლუტ სინემა კი არა, დრები არის კიდე? აბსოლუტ სინემა არის კი ეგ ბატონო. ვიცი, კიდე არის? შენეს არ უნდა გწოდნოდაც არის. და მესამე რა იყო? აღარ დასწრებაზეც არის. დასწრება იყო. მეგობრებო, Crash Bandicoot-ი თამაში იცით? ბატონო? Crash Bandicoot-ი თამაში. როგორი? Crash Bandicoot-ი. არ ვიცი. Crash Bandicoot-ში development-ის დროს მომისმინეთ. რო კეთდებოდა ეს თამაში, ეს დასწრებაზეა, ხო? კოდური სახელი ამ თამაშის იყო Sonic-ის უკანალი. Sonic-ის ტრაკი ერქვა კოდური სახელი, დეველოპერები ესე ეძახდნენ, როცა მუშაობდნენ ამ პროექტზე. Sonic S, აი ესე იყო? Sonic S. Yes. რატომ? ტაშიბდა და დიახ. თელი თამაშის განმავლობაში მისი უკანალი ჩავს ხოლოდ. ვისი? Sonic-ის. Crash Bandicoot-ს რატო ერქვა? ბატონო? Crash Bandicoot-ს ერქვა ეს, Sonic-ის უკანალი. ცოტა ძილობიათ მელაპარაკეთ. აყვანე ხარ მაგრამ ეგეთი რაღაცა წყალი რო შემაწყალე. ერთი წამი, ნუ დავაკონკრეტებინო პასუხი. რაბან, ნახე. არ ვიცი რა გავხდა. ქართულ ესტრადა არის ციკოგო რა არის? ბატონო წამყვანო. გაორმაგეთ და სხვას მიეცით. ვიცით რომ სტრესში ხართ, მაგრამ მინდა რომ პასუხი დააფიქსიროთ. კითხო რა გავი. Crash Bandicoot-ის თამაშს ეძახდნენ Sonic-ის უკანალს. Crash Bandicoot-ი რა ჩემი შაშაკულა. შეგიძლიათ მითხრა ბატონო წამყვანო. აზე ვერ მოდივარ მართლა. აშ რატო უკრავ მაშინ? იმიტომ რომ რავი სანახაობა დავდგა, რისთვის დავსვით? ხო და მაშინ ისა რა ქვია, გვიპასუხეთ თუ სანახაობას დგამთ ბოლომდე. მე გიპასუხეთ ბატონო. კითხვას თამაში ჩანს მისი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვისი? Crash Bandicoot. ჰიტა გისმენთ? Sonic-ის უკანალი იმიტომ იყო მისი კოდური სახელი, რომ Crash Bandicoot-ი ყველას გონია მელია და სიამდვილეში არ არის მელია და ეგ თვითონ ცხოველია ეგეთი Bandicoot-ი. და უკანალი Sonic-ის უკანალი რა შუაშია აქ? მელია რომ არ გონებოდათ. იმიტომ რომ ყველა მელიას ეძახის. ეხლა თქვენს მელია გეგონებოდათ თუ არ იცოდით ეგ. და შემდგომ Bandicoot-ი ყოფილა. ხო. ის 160 პლუსი IQ-ს ნიშნავს, რაც გაწერიათ. გუნდიშა არის, ხომართალია. შენ ხომელია გიგონა. მე ესეთი ვარიანტი მაქვს ბატონო წამყვანო, რომ Sega-ზე იყო Sonic-ი, ხომ? Sonic-ი Sega-ზე გამოვიდა და უყურებდით გვერდიდან ესე რა. და Crash იყო თამაში, რომელსაც Sonic-ის ნაირი ტიპი იყო, Sonic-ის ნაირი თამაში იყო და უყურებდი უკნიდან. ამიტომ ერქვა Sonic-ის ანალი, თუ რაც ერქვა რა. მე მგონია რომ რაც ახლა ბასტო მილაპარაკა, მე მგონი ცოტა შეცდომა ფაქტობრივი არ დაშვებული, იმიტომ რომ Sonic-ი მაინც მე როგორც მახსოვს, ყოველთვის უკნიდან იყო, ყოველთვის უკნიდან უყურებდი. უბრალოდ რომ არ არეოდათ Sonic-ში, იმდენად გავდა Sonic-ს, რომ ესე დასცინოდნენ ამ თამაშს, იმიტომ რომ პლაგიატივით იყო Sonic. ესეთი პროფესორის სახით ესეთი ყლ არ მომისმენია ჯერ. Emotional damn it.
ანუ აი რო არ ვიცოდე რომ ხელოვნებით დავიჯერებთ. ეგ იყო მიზანი, მაგრამ არ გამოვიდა როგორც. სონიკი რატო ჩანდა უკნიდან ერთი რომ მითხრათ, ანუ რომელი თამაში გახსოვთ სონიკის უკნიდან რო ჩანს? ყველა. არც ერთი არ არის ეგეთი თამაში. ანუ მე გამოვიდა სამ ბატონო წამყვან, რას ქვია? სონიკი რომელია? სონიკი ეჩო. ლურჯის ღარბიროა. ხო. მე რო გარბის ესე 2D არ არის? რეზულად გარბის სონიკი? ხო, ქულებს რო იღებს და მე გამოვიდა უკინა ყურა. მარიოა რა. აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ სწორი პასუხმა გაიჟღერა, უბრალოდ დაგამთავრებინეთ ყველას. რეალურად ნახე, რაბანასაც სწორი პასუხი ჰქონდა. მე მანდ მივხვდი რომ შენ რო ეხვეწებოდი რაბანას დააფიქსე რომ მეთქი უეჭველი ახლოს არის თქო და მანდ ვიფიქრე. ხვდებით რამდენად გენიალური ტრაკიდან ჩანსოს Crash Bandicoot-ი იყო 3D, შესაბამისად კამერა მოყვებოდა უკნიდან. Bastos cool-ა, იმიტომ რომ არგუმენტირებული იყო, მაგრამ რაბანას ჰქონდა პირველად სწორი. ანუ ნახე? იმან თქვა რომ უკნიდან ჩანსო და მაგიტოა უკანალი ჩანსო, ესეც სწორი პასუხი იყო. არ დაუსაბუთებია, მაგრამ თქვენ დაასაბუთეთ, ასე რომ ერთი რაღაც თუ შეიძლება რომ ჩემზე მეტი ქულა რომ ისეთ, რადგან ბევრად გამართული ქართული ქულა თქვენ და ერთი ქულა Bastos. კეთილი არ არის პრობლემა, გაიხარეთ. თქვენზე მეტი მიიღო. მაყურებლებს მიმართავ აბა რამდენმა იცოდით რომ Crash Bandicoot-ი მელია არ იყო. Basto აირჩია კატეგორია. მოდი სინემაზე გადავიდეთ და მივცეთ დატოს შანსი რომ კიდევ ერთხელ გითხრათ თქვენ ის სიტყვები რაც გეუბნებათ თქო ქულის აღების შემდეგ. ფილმში სიყვარული ყველას უნდა, როგორ გეგმავს ბურნუთა მაყვალასთვის სიყვარულის ახსნას. როგორ გეგმავს? მის გეგმაში რა არის პირველი პუნქტი? აი ესე დაждდება და იწყებს გეგმის ჩამოწერას. პირველი პუნქტი რა არის ამ გეგმაში? დავიწყოთ, მოდი Bastos უნდა და დაწყება. არა, მე ვიცი რა სწორი მაქვს. პირველი პუნქტი აუცილებლად იქნებოდა მე უნდა მივიდე ჯერ იქ. რომ სიყვარული აუხსნა. დიახ. შარვალი ჩავიხადო. ბატონ წაყვან ამ უსგავსობას როდემდე უნდა უსმინო, მაინტერესებს რა დრო იყოს რა. აქეთ ამ ხარე არ ამას ხარ სტუმრად მოგიწევთ სამწუხაროდ. მე არ ვიცი. გიტავთ, გისმენთ. ჩემ პასუხია რომ პირველი პუნქტი იყო ულაშები გაეპარსა. იმ დროს ულოშების გაპარსვა ხა არ ითვლებოდა იმათ, მოდასრიგებად მაინდა-მაინდა. თავისი დანიშნულება ჰქონდა მაგას. და ულოშებენი კაცი რო წერს ამას, ცოტა უცნაურია, მაგრამ თქვენ სიყვარულს უხსნით, გაიპარსეთ ულოში და ამიტომ თუ რაბან მოტაცება იყო გეგმაში ჩემი აზრით. და შემდგომ უკვე ახსნა ამ ყველაფერს. სიყვარულის ახსნა, კაი. მეგობრებო, სწორი პასუხი ამ კითხვაზე არის რაც უნდა გასაოცარ იყოს ჯინსი ფიგურირებს. ანუ შარვალი ტატო ძალიან შორს არ იყო. ჯინსი ჩაიცვა? ნუ ჩაიცვას იმან პროსტა? თამაზას ჯინსის გამორთმევა იყო პირველი პუნქტი, ანუ. დრო ჩაიხადოს მე. შეიძლება. თამაზამ ყონა ჩაიხადოს კაკ მინიმუმ. მე მგონია რომ ტატოს ორიგინალური ვერსია ქონდა. ეჭამეთ ბატონო. ასე რომ ორი ქულა დაუწერთ, ერთი გამოვაკლოთ. აუ, არიცით რა. Bastos ლოგიკური იყო, რომ მივიდეს ადგილზე. ხო, ქულებს ვიხდი. ჯინსის შარვალი. მოკლედ, ქულები ასე გამოიყურება. 3, 4, 5, 6. ტატოს 3 ქულა აქვს. მეტიც ეკნებოდა წამყვანს ხარ ეძახდეს ყოველი აღებული. არ გეძახით ბატონო წამო ჯამეთ. ნუ, რომელი უფრო უკეთესია? შევაყლე. Bastos აქვს 4 ქულა. 4 მაქვს. 5 ქულა ქონია. ჰიტას აქვს 4 ქულა და რაბანას 6 ქულა. და წერა მე რო იქ ადამიანობა არ გამომეჩი და ბევრად წინ ვიქნებოდი გაჭრილი. ნამდვილად, მართალია. კი ბატონო, იმედია ვიღაცებს გაახსენდებათ ეს საბოლოოდ. ტატო. მოდით იყოს ბატონო წამყვანო თქვენ ეს არ უნდა გწოდნოდათ. დაასრულეთ ნუგზარ ერგემლიძის სიმღერა. მენატრება ძვირფასო შენი დანახვა, მაგრამ აგოკეანეს რა გადალახავს, სადაც უზარმაზარი ზვიგენებია. და მე მთელი წინადება? მე მიწერია ბატონ წამყვანო, ზუსტი პასუხი ვიცი აქ სიმღერა. მართლა იცი? არ იცი? არა. ხადაო? დედას პირველად მესმის. სად ვართ? დაიწყე ჰიტა. სადაც უზარმაზარი ზვიგენებია. ტრალარელო ტრალარა მაგარი ვეშია. გადაიწერა ბატონო წამყვანო ჩემგან. ძალიან კარგი მიგინება იყო ტრალალო რო ზვიგენს დაუკავშირეთ. ნამდვილად. რაბან. გადაიწერა. თქვენ რა გიწერიათ, ა? სადაც უზარმაზარი ზვიგენებია. ტრალარერო ტრალალა ლირილი ლარილა. ბომბორდირო კუ. ხო, მაინდა-მაინც რიტმში არ არის, მაგრამ არ არის, მაგრამ ბასტო. სადაც უზარმაზარი, ეხო საყვარელ სიმღერის. ზვიგენებია. ზვიგენებია.
დედა შენისთვის რამდენჯერ მიგინებია? მანგო, მანგო, მანგო. მანგო. არა, რეგრე. მანგო. იციო პასუხი. და გაალამაზა ბოლოს. მანგო. ტატო. სადაც წაიღებ? სადაც უზარმაზარი ზვიგენებია. ხეს ფოთოლი მსყედა. ეს ამაში ამ უმზგავსობაში მე ქულას ვერ ფუტიკში დავწერ. მარჩელო მსყედა მეწერა თავიდან, მაგრამ მე მგონი ხეს ფოთოლია ჯო. არა. ორი ქულა ბასტოს ორიგინალური ვერსიისთვის. სწორი არისო? სწორი არისო? სწორი არის. სწორი არის. სადაც უზარმაზარი ზვიგენებია. ბედის მაძიებლებით იკვებებიან. მანგო პანამა. ხო არ გადაობ რანჯრუანტელის მომგვრელი ტექსტი ქონია. თუმე რა პიზდაც იყო. ბედის მაძიებლებით იკვებებიან ეს ზვიგენები აზე ხა? მე ჭამეთ ბატონო ტატო ამიტომ. მე ავირჩევ თქვენ ეს არ უნდა გწოდნოდათ. თქვენ სანახსოვთ. სად მდებარეობს ყველაზე დიდი ვულკანის სახელად ოლიმპის მთა? იზი. ოლიმპის მთა ხა ეგეთ მარტივი იქნება რომ მან მდებარეობდეს? არ ვიცი, იზი დაიძახეთ თქვენ და. აი ბატონო ვახტანგმა დაწერა უკვე. ბატონო ვახტანგმა ქალაქი უნდა თქვა თუ ქვეყანა. ქულა იყო ბატონო ვახტანგმა. ეჭამეთ ბატონო წამყვანო. ტატო, თუ სწორი პასუხი უსწრე, ერთქულიანია და ვერაფერს ვერ აიღებ. ო, მაგიტო გავცვალე. აი. ტატოს მე დარწმუნებული ვარ სწორი პასუხი უწერია, ამიტომ რაბანა დაიწყებს. ვიდეს დარწმუნებული ვარ არასწორი პასუხი უწერია. საბერძნეთი. მანახეთ? ფილმიდან აუცილებლად. მარსი. თესალონიკი. მარსზე. ტატონ და ჰიტამ, რომლებიც ერთად აზროვნებენ და კატარით გაისაინეს წერან, ქულები აიღეს კვლავ. თესალონიკში არ არის? თესალონიკში არ არის სამწუხაროდ. ფილმი მაგ ნანახი რატო არ იყო საბერძნეთში? კაი, გამოგვეწურა კითხვები. დარჩა ერთი კითხვა? ო, დასწრებაზეა თან. ანუ შენ უნდა შეაგინო წამყვას და მე ავიღო ორქულიანი. მოდი, ორქულიანი პლუს რთული ასაღები. საკულტო ფილმში უკან მომავალში უფრო კონკრეტულად კი მის მეორე ნაწილში მარტი მაკფლაის მამა ყველა კადრში არის ფეხებით დაკიდებული. პირიქით ჩანს. რატომ? შიქო არა. მიზეზი აქვს მაგას? მაგის ინტერნეტი ყოფილი. გამახსენდა. აბა? დედამიწა რომ ამოტრიალდეს თვითონ დახვდება სწორად. შემდეგი კიდევ იმის გაქვს ამ ვერსია. ხო, რა საინტერესო კითხვა. მამამის ქვია მისი შვილის სახელდაგვარი უკუღმა. მარტი მაკფლაის მამა ჯერესტერი ჯორჯ მაკფლაი, ანუ იგივე ეს არის. მეორე ნაწილში რეჟისორმა 2015 წელი. რეჟისორმა 2015-შია? ხო, 2015 წელია მეორე ნაწილში. არა, 2015 არის, მაგრამ გადაღებული არის 80-იანებში. 85-ია გადაღებული. არა, მეორე ნაწილი. 85 პირველი ნაწილია ხო, გადაღებული. 7-ი ალბათ ალბათ. 80-იანებში. მამა, ნახე, მამის პერსონაჟს ვინც თამაშობს, ეგ კიდია პირიქით მთელი ფილმის გამო. ამით რეჟისორმა რაღაცა ის მსახიობი, რომელიც თამაშობს პირველ ფილმში, მეორე ფილმში აღარ არის. და მსახიობი თამაშობს. და იმის გამო, რომ არ ეცნოთ, არ გამოჩენილიყო სახე, იმიტომ რომ სახე არ ჩანს თელი ფილმის გამო, ჩანს მარტო ფეხები. ეს დადის ფეხები. და რო არ გამოჩენილიყო, რომ ის მსახიობი ვერ დაითანხმოს, რომ ეთამაშა. სახე ჩანს. სახე ჩანს? ნუ ეხლა უკუღმა როცა არის ადამიანი სახე სხვანაირად ჩანს და რომ არ აყოფილიყო აღქმა იმისი, რომ ეს იგივე ადამიანია. ანუ არ არის იგივე ადამიანი. გავიგეთ თქვენი ვერსია. სახიობი სხვა სიმაღლის არის რადიკალურად. და ამიტომ დაკიდეს რომ ესე ვერ გაიგო რა. მეგობრებო, სწორი ვერსია იყო ტატოს ჯანმრთელობა დაამტკიცა. ტატომ უსწრებს ხავსდოლდროთ. სწორად პირველ ნაწილში ვინც თამაშობს, ვეღარ დაითანხმეს მეორე ნაწილში თამაშზე და მაყურებელს ვერ გაერჩია. ჯეფრი ვაისმანმა ითამაშა მეორე ნაწილში, თან დაბერებულია ეს პერსონაჟი უკან, მოხუცები არის, იმიტომ რომ მომავალია. და პირიქით არის, რომ მაყურებელს ვერ ეცნო, რომ იგივე მსახიობი არ თამაშობდა. უფრო ნაკლებად აი არის. ძალიან მარტივი. ჯეფრი ვაისმანი არ ვიცი ვინ არის, კრისმინ გლოვერს მომწონს. კი ბატონო. პიცოკლარი ქეშად მომცემთ? ქულა აიღო ტატომ ამ რაუნდში. შენ ერთი რაუნდი დარჩა. აღარ დარჩა. აი იყოს კაი 4 ქული დავამთავრე, ბოლოს რო არ გავიდე რა. გავიყო. თუ არა ბოლოს გავედი მაინც, ხო? მაინც 4 ქული არა ვიცი. ჭამეთ ბატონო წამყვანო მაშინ.
3 ქული დავამთავრებ თუ შეიძლება თამაშს. ტატოს გამონდოთ 0 ქულ ანუ ბოლო ანგარიში რა მონათდება 0 ქულა ეწეროს ტატოს მეტი თავზე. კითხვა არ არის? მეტი კითხვა არ არის, თანაბარ ანგარიშზე დავსვამდი კიდევ კითხოს, მაგრამ თანაბარი ანგარიში არ არის. უსამართლო კვიზის გამარჯვებული ხდება ბასტო. ბასტო მოიგო? მოჩა, გავამარჯვე უკვე? რაბან მე შენკენ ვიყავი, მაგრამ ბატონო წაყვანო, მე მინდა რომ თქვენ გულახდილი იყოთ, აი ამ კამერას შეხედოთ და გულახდილი იყოთ. ვისი თამაში გესიამოვნოთ ყველაზე მეტად, ვისით იხალისეთ ყველაზე მეტად და საკმარისი იქნება ესეც კი ჩემთვის და არ მინდა ის პოტენციალი არის ერთმა ადამიანმა გაიკეთოს უკან. მე ამ თამაშში ნასიამოვნები ვერავის თამაში თუ ვერ დავრჩი. თუმცა რაბანას გამოვარჩევდი, იმიტომ რომ ძალიან კარგი გამოარჩიეთ მე არ მიდია. მაყურებლების სიმპათია გახდა რაბანი. შეგახსენებთ რომ ჩვენ ჯგუფში დაიდო აი ეს ვიდეო რომ დაიდება, პოსტი დაიდება 100 ლიტრი ნანო პრემიუმი 100 ლიტრი ნანო პრემიუმს მოიგებს ადამიანი, ვის ნახატიც მოეწონება ყველაზე მეტად ჩვენს კომიუნიტიში. მეგობრებო, დღევანდელისათვის უსამართლო კვიზი დასასრულს მივუახლოვდა. ქარმან ცოტა შეგვიშალა ხელი და გაგვიწევლა გადაღება, მაგრამ არ აუშავს. და მინდა ბიჭებს მადლობა გადაუხადო. ბასტოს TBC ბარათზე, რომელიც მალე დამზადდება, ჩაერეცხება 500 ლარი. TBC-ის ახალბარათზე უკვე მოგახსენეთ და ჩვენი სპონსორი რომ გახდა და ბევრ რამებს ვაპირებთ. ლუდი 5-დან 0 ზრუნველობა ბიჭების განწყობაზე. სოკარის ნანო პრემიუმზე მოგახსენეთ უკვე რომ ჯგუფში უნდა მოიგოთ გათამაშებაში, ანუ ლაიქებით. რა გამიხარდა, იცი? რომ ამ ხალხთან ერთად ვიჭიქი. თავარი აი გადის, აი, ურთიერთობა გაგება და ამოყირავებული სამყარო. მადლობა გადაუხადოთ Parallel Lake Resorts, რომელმაც გვიმასპინძლა ძალიან კარგად და აგვხვდა და რავი, საოცარი ხედები ერთხელვანის ცხოვრებაში გირჩევთ რომ ჩამოხვიდეთ და მოხვიდეთ და აი ამ ყველაფრით ისიამოვნოთ. ჩვენი კონტენტის წარმოდგენა გახლავთ Betson Sport-ი. მომავალ შეხვედრამდე. რეიტინგს კი ამ გადაცემაში გარდამტკბო